მე თქვენის ნებართვით მეტი თვალსაჩინოებისთვის პირველ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი მეკეპერებით, რაც იქ მეკეთა რომ უფრო კარგად გამოჩნდეს. მე დაახლოებით შესაბამისად ის რომ ვიყეთ გაიკვანებდა მithumetes ამის ქვეშ დაინახავდა რას ვამბობდი ეს არ შესაბამება სიმართლეს თან ჩანდა ასევე რომ მე ვიდექი გვერდით და ვიღებდი ფოტოებს ვიყავ პოლიციას ხაზ მithumetes კორდონს ვერ გავაგვებდი არ შემიძლია რაც ქონდა მსურველი რა თქმა უნდა მე მართლაც შევხვდი ბატონ თამას მაგრამ მე შევხვდი მას მხოლოდ მას შემდეგ რაც საინტერესო პირებმა მცემეს და გადამიყვანეს პარლამენტის უკან შენობის უცხო მხარეს 9 აპრილის ქუჩაზე შევხვდი და როგორც თავად აღნიშნა იქ გადაიბარა მან ჩემი ესალმე და მას მართლაც ვერ იტყოდა რომ მე ქაიძინაღი იმიტომ რომ მას მართლა აღარ უნახევარი ქაიძინაღი და რაღაც პრესპარენტს აღარ მეკეთა იმიტომ რომ ისიც მომაკვლიჯეს იქ დაკავებისას მე მხოლოდ ვეუბნებოდი დამკავებელ და შემბოჭაპირებსაც რომ ვარ ჟურნალისტი და რომ იყო შეცდომა მაშინ მიმაჩნდა რომ მე უბრალოდ რაღაცა ესე შემთხვევით შეცდომით მოვყევი ამ რაღაცა წრეში და ვცდილობდი რომ მათთვის გამემართა და ვაჩვენებდი პრესპარენტს და ჩემს ფოტოაპარატს რომ მე ვიღებდი ფოტოებს და ანუ ამან არათუ გაჭირა პირიქით დამცინეს და კამერა წამართვეს ეს კამერა თქონდეთ აკალკულე და უფშიც არ არის შეტანილი იმიტომ რომ ბატონ თამას ეს კამერაც არ უნახავს და ეს პრესპარენტი არ უნახავს არც ჩემი ეს აუჭურელობა რომელიც სექსში წამართვეს შესაბამისად მე მიმაჩნია რომ ამ შემთხვევაში მე გავხდი რომ მე ვთქვა რომ სხვები მე არ მარტო ხელშემიშალე ჟურნალისტებს აქ რომელსაც იქ ესე წყნარად შვიდად გვერდიდან ვაშვექებდი არამედ მცემეს ის გამოც დარჩეს ცხვირის ოპერაცია და ის ამ დღემდე მაქვს სუნთქვის საკონსერვაციო პრობლემებზე კიდევ ერთი ოპერაცია მჭირდება შესაბამისად კიდევ ერთხელ ალბათ მომავალში შემეშლება ხელმომწეს რაღაც პერიოდის განმავლობაში რომ ჩამოშორდე ჩემს პროფესიულ საქმიანობას და შესაბამისად დასულ გამძაფრეს ფაქტობრივად გამძაფრეს იმიტომ რომ ეს კამერები დღემდე გამქრალია და შინაგანსა სამონსტრო უარსამოსმად მოძებაზე ამიტომ მამის მიუხედავად მე იქ ძალიან შვიდად მანქანაშიც გამმარდება ამასთან იქ იცოდა უკვე რომ მე ვიყავი ჟურნალისტი მითხრა რომ კარგი ეს გავკვევდნენ ამ ყოფილებაშიც არაერთხელ გამოცხადე რომ ეს მოხდა რაღაც შეცდომით თუმცა მხოლოდ მეორე დღეს მოვაჩინე რომ იმ ღამეს მხოლოდ იმ ღამეს 25-მდე ჟურნალისტს დაესხნა თავს მათ შორის იყო გურა ბლოგავი რომელსაც ციმენტაზიანებები მიიღო ბევრი ჟურნალისტი წაართვეს ტექნიკა ბევრი ჟურნალისტი დაზარავდა და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე დავხვდი რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთეულე შემთხვევით გადაცომა ამ შემთხვევაში შენესათვის ამ კონკრეტულ პირებს რომელიც შეიძლება სულ არ ყოფილიყო საავტორო პოლიციის თანამშრომლები და მას პირადად არ ჰქონდა ჩემი რაღაცა ჩემი არტლაიმი ბრაზი ეს იყო ზოგადად სისტემური დავალება და როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს მე ვიყავი პირველი ჟურნალისტი რომელსაც ესე თავს დაესწრა ფელშეუშარეს თუმცა ჩემი საქმე მიხედავთ აი ამ ყველაფრისა ვფიქრობ რომ არის ყველაზე მძიმე ასევე სრულად წარმოუდგენელი რაღაცა მუხლებით ადმინისტრაციული მუხლით ჯერ პირველ რიგში დააკავეს მზიამაღლობელი რომელიც ათვეთებდა საერთოდ დაკავებას ხოლო შემდგომ ასევე სისხლის სამართლის მუხლითაც და როცა ის ციხეშია დღემდე ციხეშია ვფიქრობ რომ აი ეს არის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმის როგორ ისჯება დღეს მედია და რაც ცდილობს შინაგანსა სამინისტრო როგორც ცდილობს რომ ხელშეუშალოს არა მარტო კონკრეტულ ძალიან თნიანად მედიას რომ არ გააშუქონ ის გადაცდომები ის მოქმედებები რომელსაც კონკრეტული არაიდენტიფიცირებადი პირები ჩადიან ფიჩებში ამიტომ ვფიქრობ რომ მე და თქმა უნდა თქვენ რა მიღაჩნიეთ მაგრამ ეს კეთილობებიც ჩემი აზრით საკმაოდ ნათლად გიცდება რომ მე ვასრულებდი ის საკანონებას და ვიყავ სტრეპლი და არა სამართალდამყარი საზოგადოების წესრიგის დამყარი მაგრამ ასევე მიმაჩნია რომ ზოგადად ჟურნალისტების მიმართაც უნდა შეწყდეს ეს დევნა და პირველ რიგში ამის ნათელი მაგალითად უნდა იყოს ზიაღაბლობელის გათავისუფლება